მოგესალმებით. ალბათ რთული მისახვედრი არ არის ჩვენ სად ვართ ახლა. ეს არის ჩვენი ბათუმის ქათქათას. ჩვენი საყვარელი ლამაზი სტუმართა მას პინძლობის ქალაქი ბათუმი და ალბათ გაიგებთ რატო ეხლა ბათუმში. და ამ კითხვას გაიგებთ მთელი ვიდეოს განმავლობაში თუ რატომ. ვფიქრობდით რომ აი საიდან დავიწყოთ რა ის ამდენი რაღაცა გვაქვს როქვია გეგმა გვაქვს რომ მოვასწროთ ამ ორ დღეში და საიდან დავიწყოთ გახსნა თუ არა საიდან თუ არა პორტიდან კოლორიტული ადგილი ბათუმის არის პორტი წყალებში ბერეგი ესე ეძახიან ლოკალები მე დღემდე ეგრე ეძახიან აქაურები ხო და ესე ეძახიან და მე სხვათა შორის მეც გიშდები ამ ადგილზე ძალიან მიყვარს ძალიან ლამაზია და რაღაცნაირია რა აი ბათუმი თუ გინდა რომ შეიგრძნო ხო აქ უნდა გაისე აქედან უნდა დაიწყო აი აქედან შევხვდეთ ერთ ძალიან საინტერესო ადამიანს yes რომელიც გაგვესაუბრება უბრალოდ ბათუმურ ამბებს ას რაღაცა გვაქვს და 1000-მდე მაინც აგვიყვანეთ რა რატო გენანებათ ეს subscribe-ები და subscribe დარეგისტრირდით YouTube-ზე ძალიან მარტივია და გვიყურონ ადამიანებმა და მოიწონონ ის ყველაფერი რასაც ვაკეთებ ბათუმი ყველასთვის ალბათ რაღაცნაირად ნუ მეტნაკლებად ასოცირდება ზაფხულთან, სითბოსთან, სიცხესთან, მზესთან, გარუჯვასთან, ხიარულებას და ხანდახან წვიმიან დღეებთან. თუმცა მაინც ზაფხულთან ასოცირდება. მაგრამ ჩვენ ახლა აქ ჩამოვედით და ზოგადად არა მხოლოდ ბათუმში აჭარაში ვესტუმრეთ იმისთვის რომ შეგვეგრძნო თუ როგორია ნამდვილი შინაურული ბათუმი თავისი ადამიანებით. ესე იგი, მარცხნივ მზე, მარჯვნივ მთვარე, შუაში ვარსკვლავი. აი ხალხი შევიკრიბეთ ესე ხო? პირველ რიგში მადლობა ასეთ სასიამოვნო წარდგენისთვის. მე ვარ თენგო დოლიძე. ძალიან ხშირად ჩემს ლიტერატურულ ჩანაწერებში საკუთარ თავს მოვიხსენიებ როგორც რიჩარდ ბახის თოლიე ჯონათან ლივინგსტონს. და მეც ამ პერსონაჟის მსგავსად ოღონდ ამ შემთხვევაში ბათუმის ზღვის სანაპიროზე ყოველ დილით ახლა ჩვენს ირგვლივ მეთევზეები არიან მეც გამოვდივარ ხოლმე და თავისუფლების ბუშტუკებს ვეთამაშები ბათუმი ძალიან მიყვარს როგორი პოეტურია სხვანაირად არ გამოვა ბათუმი ხო მიუხედავად იმისა რომ მქონია გამოცდილება მეცხოვრა სხვადასხვა ქვეყნებში სწავლის დროს, მაშინ როცა ახალგაზრდა ვიყავი, შემიძლია ვთქვა, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ბათუმში უბრუნდები, აი ეს ხედი, იქედან რომ შემოვდივარ და ეს პორტის ხედი, ჩემთვის ყველაზე საყვარელი ლანდშაფტია. შეიძლება ითქვას, რომ ბათუმი ჩემთვის არის შთაგონება. ბათუმი არის ქალაქი, რომელიც მაძლევს ურთიერთობას, თავისუფლებას და სიყვარულს. ნახე რა კარგი headline-ია. ბათუმი არის ურთიერთობა და თავისუფლება და სიყვარული. კი. სამი. მე ამ ქალაქში მივხვდი, რომ თითოეულ ჩვენგან საერთოდ ადამიანებს აქვთ 1000 მიზეზი, თუ რატომ შეიძლება იყვნენ ბედნიერები. და რომ ცხოვრება არის არჩევანი და შენ თვითონ შეგიძლია განსაზღვრო როგორ ხარ საერთოდ და როგორც ტოლსტოი იტყოდა ხო გინდა იყო ბედნიერი იყავი და მე ამ ქალაქში ვარ ასე ჩემთვის ბათუმი არის აღმოჩენების ქალაქი იმიტომ რომ მიუხედავად თავისი რაღაცა მცირე მასშტაბებისა ეს ქალაქი მაინც გაძლევს იმ ზღვას შესაძლებლობებს რომელიც გეხმარება ყოველდღიურად საკუთარი თავის ახალი ვერსიაც გაიცნო. ყველა ქუჩა ყოველდღიურად სხვანაირია, აქ ურთიერთობებიც სხვანაირია. დილით 6 საათზე. აი სხვანაირი როგორია? გეტყვით. აქ დილით 6 საათზე გამოსული შეიძლება ისეთი ადამიანი შეგხვდეს მეთევზის ფორმაში, რომელთან ერთადაც შემდეგ დღის 12 საათზე სადღაც კონფერენციაზე აღმოჩნდე. ვაუ, აი თავისუფლება რა. ეს არის თავისუფლება. ეს ქალაქი შთაგაგონებს, იყო ის ვინც ხარ და გაძლევს შესაძლებლობას იყო იმდენნაირი, რამდენნაირიც გინდა რომ იყო. სხვანაირში ვგულისხმობ იმას, რომ როგორც ჩვენი შავი ზღვა, აქ ურთიერთობებიც ცოტა უფრო მეტად მარილიანია. ანუ მარილიანი წარმოვიდგინოთ, რომ მარილიანი. გემრიელი, მე წყალს განდომებს და ეს ამას შეყავხარ ისეთ რიტმში, რომ ვერასდროს ვერ გამოდიხარ ამ რაღაცა თავგადასავლებიდან და ეს ყოველთვის იზრდება, ყოველთვის გაძლევს რაღაც ახალს, საინტერესოს და
ალბათ მაინც გამოვარჩევდი განსაკუთრებით შემოდგომაზე მეეზოვეებს დილით 5 საათზე, 6 საათზე რომ ხვდებიან და კარგ დღეს რომ გისურვებენ, ვისთვისაც თერმოში მომზადებული ჩაის განაწილება ბედნიერებაა შენთვის. კარგი დღის ანუ მისი სიტყვებით შენთვის ნათქვამი კარგი დღე მართლაც რაღაც ჰაილაითია. აი რამდენიმე დღის წინ ასეთი შემთხვევა იყო. მოკლედ წინ ზის მამაკაცი, რომელიც არის ალბათ 65-70 წლის. ესე იგი, წარმოიდგინეთ, მე 9-ზე რომ მივდივარ, ის რომელზეც ჩამოვიდა ბათუმში, რომ რაღაცები გაყიდა და ბრუნდება უკან რა. 5-ზე, 6-ზე, ალბათ. და საუბრობს ასეთ რაღაცას. 500 მანათი გადავდე, ანზორას გოგოს ქორწილია. წელს კაი რთველი მექნება. მზიანი ამინდები ბლომად იყო, ჩხავერს კაის დავწურავ. შეიძლება ორფერშიც. და მოკლედ ასეთი ისტორიები და ბოლოს იყო ასეთი მომენტი. უკან რომ ახალგაზრდა ბიჭი ზის, მაი ჩვენიანია. ეს ყველაფერი არის, არ ვიცი, რაღაც სიყვარული ხო ყველაზე მაგარი მაშინა როცა ცალმხრივია ჯერ. იცით ეგ? არა. ძალიან მაგარი ხარო, როცა სიყვარული შეგიძლია. ამიტომ, კი. არა. არა, როცა უზიარებ, მაშინ კავშირია უფრო ძლიერი, მაგრამ მაგარი ხარ მაშინ, როცა ეს მარტოსაც შეგიძლია. ხო, ნამდვილი სიყვარული იდეაში ეგ არის, ხო, რომ შენ გიყვარს და არ მოითხოვ უკან. ხო. მერე კავშირი ხდება ძლიერი რა. ამიტომ, რავი. მაგრამ აი ჯობია რა თქმა უნდა. ორმხრივი. მეგობრობა, მეზობლობა, რავი, ყველაფერი კაი. გაზიარებული. მდინარე მუდამ მეორე მდინარეს ეძებს, რომ შეუერთდეს და მერე ერთად შევიდნენ ზღვაში, არ შეიძლება მთელი ცხოვრება გეძინოს მარტოს, ამიტომ მუდამ ვიღაცას ეძებ და ეს ძიება გტანჯავს ან გართობს. ვაუ. რა უნდა გითხრათ ჩვენ ამ ადამიანის მერე? ნინუცა შენ შეგვიძლია უთხრა. ჩაბიძირე ბათუმის ზღვაში და ტალღებში და საერთოდ სხვანაირი გააგზავნეთ ყურება კიდე ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცაებს ნახავთ და დაასაბსკრაიბეთ აუცილებლად რომ უფრო მეტი და მეტი გაჩვენოთ და მოგვეცეს ამის საშუალება და იცნობდეთ ძალიან მაგარ ადამიანს მართლა. ეს შემდეგ ეპიზოდში ძალიან გვინდოდა რომ გადაგვეღო ბათუმი და აჭარა. რა თქმა უნდა, 4 დღეში შეუძლებელია ყველაფერი და ძალიან ბევრი რამე ნახო, ამიტომ ჩვენს შესაძლებლობებს რაც აღემატებოდა და რესურსიც გქონდა, აქედან გამომდინარე დავგეგმეთ ყველაფერი. ხო და აუცილებლად გვინდოდა რომ შევხებოდით ისტორიასაც. ისტორიის გარეშე არაფერი არ არის. ამიტომ ჩვეულებრივ ძალიან კარგ ადგილას ზღვის ფონზე ვდგავართ, რა თქმა უნდა, და სად ვართ ნინუცა? ჩვენ ვართ პეტრას ციხეში, რომელიც მდებარეობს ციხისძირში. ეს ციხე ძალიან ბევრი წელი არქეოლოგების ინტერესისაგან წარმოადგენს, იმიტომ რომ აქ აღმოჩენილია სამარხები, ნასახლარები, აბანოები და ძალიან ბევრი საინტერესო ნივთები. სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს, საკმაოდ ძველი ეგრისის და ძალიან ბევრი იმპერიის სადაო ადგილი იყო, ცდილობდნენ ამ ადგილის დაპყრობას. აი ესეთი მნიშვნელოვანი ადგილები გვაქვს საქართველოში. ხო. ეხლა ჩვენ გაგაცნობთ ბატონ დავითს, გამარჯობათ. რომელიც მოგვიყვება ამ ადგილის შესახებ ჩვენ ესე მწირე იმით ინფორმაციით შემოვიფარგლებით. რამდენად მართალია, რომ შოთა რუსთაველს ქაჯეთის ციხე, სწორედ პეტრას ციხე აქ აგულისხმებია? ერთ-ერთი ძალიან პოპულარული ვერსიაა. ზოგადად ისტორიოგრაფები, ასე შემდეგ არქეოლოგები ამ ყველაფრის შესახებ დაობენ, სად უნდა ყოფილიყო ზუსტი ადგილმდებარეობა ვეფხვის საოცარში ნახსენები ქაჯეთის ციხის, თუმცა აღწერილობით, აი ყველაზე მეტად ჩემი აზრითაც ეს ციხესიმაგრე შეესაბამება, იმიტომ რომ კლდოვან რელიეფში ზღვასთან ახლოს აშენებული ციხესიმაგრეა, როგორც ვეფხვის საოცარში. ასეთი ამ საქართველოს ტერიტორიებზე ჯერჯერობით არ გვეგულება. ეს არის ერთადერთი. საინტერესო. დიახ. შეიძლება სად ვდგავარ? ხო. ხედია. ძალიან ამაზე ხედია. საოცრებაა. აი ამიტომ არის მოგზაურობა საქართველოში ძალიან ძვირფასი, რომ
ბევრმა არ იცის ეს ადგილი, ხა დარწმუნებული ვარ და ბევრმა იცის კიდეც, მაგრამ ბევრმა არ იცის, ალბათ. ვიღაცას უბრალოდ რაღაცა ციხის, ძველი ციხის ნანგრევი გონია, არა და რამხელა ისტორიის მატარებელი და მე-4 საუკუნის მერე დააშენეს. ამდენმა იმპერიამ იბრძოლა ამ ადგილისთვის. და ეხა კიდე მოაღწია ჩვენ. ხო და აი ესეც იმას ისტორიულ ქვას ვეხებით ეხლა იმხელა წლების და საუკუნეების. ერთი საინტერესო დეტალი რაც უნდა დავამატო, ხო, ბევრს გონია, როდესაც ციხესიმაგრის ტერიტორიაზე შემოდის, თითქოს აი ეს არ იყოს თლიანი ციხესიმაგრე. თუმცა ეს ასე არ არის. ეს არის ნაწილი თლიანი ციხესიმაგრე გრძელდებოდა. ეს ამ მხარეს აღმოსავლეთშიც ხო, დიდ ტერიტორიას ქობულეთის ტერიტორიაზეც გადადიოდა ქობულეთის. არა, იმ მხარეს გადიოდა ეს ყველაფერი, ბათუმისკენაც იმ მაგხელა სამწუხაროდ არ იყო. თუმცა კვალი არის აღნიშნული ამ სოფელში დაახლოებით მე-4-მე-6 საუკუნეების რომაული ბიზანტიური ტიპის შენობები აღმოჩენილი, აი ეგეთ ხარესაც სანაპირო ნაწილში ეს ყველაფერი გრძელდებოდა. 90-იან წლებში არის ჩატარებული გათხრები არქეოლოგიური და ვიმედოვნებთ, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდება იმ ნაწილში. კარგი იქნება, ხო? კი, ნამდვილად. აუცილებლად ხო, რომ ბოლომდე ვიცოდეს რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი დეტალები, რაც თუმცა სავარაუდოდ აი იქ გათხრები სადაც ჩატარდა, იქ დიდი ალბათობით დიდგვაროვნები ცხოვრობდნენ ელიტები ამ ბიზანტიელების და ვილები ჰქონდათ საფლავებიც, ვილებია უფრო მეტად აღმოჩენილი, აღნიშნული ზღვისპირას ვილები. ბოლნურ ჯვარს ხო? შესაძლებელია იმ პერიოდის იყოს, აი ქართველები როდესაც შემოდიოდნენ, ჯვარი ეს არის ქრისტიანული რელიგიის ნაწილი, უმნიშვნელოვანესი ნაწილი, სიმბოლოა მისი და როგორც ქართველები, ბიზანტიელებიც რა თქმა უნდა ქრისტიანები იყვნენ, ორივე მათგანის თანატოვარი ეკლესიები არის ციხესიმაგრის ტერიტორიაზე. თუმცა სავარაუდოდ ეს ჯვარი უნდა იყოს ქართული წარმომავლობის იმ პერიოდში. ვაუ, ანუ აი ხიდამდე გრძელდებოდა. ასრი უფრო შორსაც შეიძლება ხო? და მე ის რო გაყავდათ გზა მატარებლის გზა რო გაყავდათ, მე ააფეთქეს ხო რაღაც ნაწილი როგორც ის. მატარებლის გზა როდესაც გაყავდათ, ეს რუსეთის იმპერიის რუსეთ-თურქეთის ომების შემდეგ რუსეთის მიერ იყო განხორციელებული რუსეთის იმპერიის მიერ. აი აქ არსებული კედლები, კოშკები და ასე შემდეგ ჩამოინგრა უბრალოდ ამ პროცესში სამწუხაროდ დიდი რაოდენობით და ჩავიდა ზღვაში. აი აქ უფრო წინათ გადიოდა კედლები. ეს ყველაფერი აღარ არის. და ასევე რაღაც ნაწილი არის დანგრეული აი ამ კონსტრუქციის შენელობის პროცესში, რომელიც 100 წლის უკან მე-20 საუკუნეში არის გაკეთებული, განხორციელებული საბჭოთა მაშინდელი მთავრობის მიერ. ამ სასმის ეწოდება ოინოხოე, ღვინისთვისა. ზივები ოინოხოე. ესე იგი მეგობრებო, ჩვენი შემდეგი ლოკაცია არის მარანი თამაზური. თქვენ იცით რომ ჩვენ ღვინის გარშე არსად არ მივდივარ და ვერსაიდან ვერ მოვდივარ. და მეცვიეთ თამაზურს. ეს ადგილი გახლავთ ბათუმთან ახლოს. დიახ. გონიოს რო გამოცდებით, ხიდს გადმოხვალთ და მე არის აქეთ ამოსახვევი და ამოდიხარ და ზევი დადიხარ და ამოდიხარ აქ. ამოდიხარ. ხოდა ეხა შეებავთ. ხო, საკმაოდ დიდი სოფელია, სადაც ვართ. მე აჭარული ღვინო ესე არ ვიცი. ხო, არ ვიცი. გამოუცდელი ვარ მაგ ამბავში და ძალიან მაინტერესებს. მაგრამ თენგომ როგორც გვითხრა, დილით ყავით იწყებო და საღამო ღვინით თავდებაო და აი ღვინო ეს არის და საღამოც არის, მაგრამ ჩვენ კიდევ ვაპირებთ გაგრძელებას იქ და დეტალურად. ღვინოს გარეშე რა ცხოვრება. ჩვენ Fantastic. და მარშრუტკაც დადის. ой, რა საყვარელი ადგილი.
არ ვიცი, მაგრამ მართლა. ყოჩა. ზია. ვენახებიც აქ. კატა არ იქნება. ორჭყანი. აცარი არის. ეს ჩვენ ცოტა ხეში ისეთ ამბობს მოგიყვარს, აქ არის, მოიცადეთ. Un momento. გამარჯობა. ამაზე ჩემი სახელი. სიამოვნოა. სიამოვნო. ეს რა ადგილი მოგიწევთ აქ? რა გქონიათ? მარანიო რომ მითხრა რაღაცა ისეთი მარანი მეკონა იმის. პანდატული მარნები როა პატარა რაღაც. პატარა კუსკუსები როა რაღაცნაირი და აქ ამოვედით და ხედზე თან ბათუმს გადავიდეთ. ფანტასტიკური ადგილია. როგორ ბრძანდებით პირველ რიგში? კარგად, მადლობთ. ამ პეისაჟზე რო იქნები, როგორ უნდა იყოს შვიდებით. მოგავიცნოთ ადამიანებს თამას და ერთი ორი სიტყვა გითხრათ უცბად მოგვარდით და გეცით. ხო, ასეთი ლამაზი გოგოები მოდით უცებ. ცოტა გულმა მიჩუყდა. მადლობა. так, თამაზი მქვია მე, თამაზ შარაძე. დავიბადე ახალ სოფელში, კონიოში, ახალ სოფელში ვარ, უკვე ვცხოვრობ აქა. 95 წელს მოვედით აქა, ეს ტერიტორია იყო პატარა ტყე. სახლის წინა მხარე არის იქიდან მოსაცვლელი. და ამ ადგილს ერქვა ავგის ნასახლარი ერქვა ამ ტერიტორიას. ხო, არა, უბრალოდ ნასახლარი ერქვა ამ ადგილს. და იყო მიტოვებული, არაფერი არ მოდიოდა. მოდიოდა ხალხი, მიქონდან ქვები, რაღაცები. ქვები? ხო, ქვები გზისთვის, სახლისთვის, ასნაუნე სამხედროებს მიქონდა თურმე გზებისთვის. ხო და ცოტა რო წამოვიზარდე, ვიფიქრე იქნებ რამე საინტერესოა და აღარ გავატანე ქვები. მერე მარნის შენებლობა მინდოდა ამ ტერიტორიაზე დაწყობა. ხო, ეს იდეა საიდან მოვიდა მარნის? ნუ მარნანი ჩვენ კი მამაჩემი ჩვენ ყოველთვის თუ ვინმე ქონდა სახში ტონაღვინო ყოველთვის ქონდა იმ კომუნისტურ პერიოდებში ცოტა დამალული სახში პადვალში ქონდა. შრალი კანონი არ იყო მე მგონი. კი, იყო რა არა, იყო და ამ დროს მალულად ქონდა ყველაფერი. ოთახში ქვემოთ ქონდა პადვალში. საინტერესოა ის. ხო და მე რო უკვე წავიდა ტურიზმიც ეს ვიფიქრე რატომაც არა გავაფართოვებ ტერიტორიას და ვიფიქრე აქა რო დავიწყე ნახე უკვე ცოტა არ გავდა ეს ნასახლარს უბრალოდ. წავიღეთ ეს თიხა რაღაც კუსოკი ვაჩვენეთ იქა და თქვენ იცით ეს რომელი საუკუნისაა? ამაზე გვაქვს არ ვიცი ამ ტერიტორიაზე კი რომელი საუკუნის მე ვთქვა რომ არ ვიცი იმიტომ მოვიტანე და მოვიდენ მეორე დღესვე დაიწყო გათხრები და ადრე ქრისტიანული მეხუთე საუკუნით თარიღდება ეს ტერიტორია. მეხუთე საუკუნე? სადღაც 1500 წლის წინ წირვები ტარდებოდა ამ ტერიტორიებზე. წამოდეთ შევიდეთ. და ეხლა რა მდგომარეობაში, ანუ რა ეხლა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. აქვს სტატუსი? სტატუსი უკვე მიღებული აქვს 2013-ში. და ვისი წმინდანის იყო, ხო არ იცით? ამ ტერიტორიას ქვია ავგია. ნუ პატარა მონაკვეთს ერქვა, მერე მარშრუტკამ და ახლა ქუჩა არის ავგიის ქუჩა. ხო, მაგრამ რომ კლევარობა და რაღაცა წევიდა თითქოს ავგოს წმინდა გიორგის სახელიაო და რაღაც ამას უკავშირდებენ. აქედან პირდაპირ ფეხით შეგიძლია გონიოს ციხეში ჩახვიდე. და ემჩნევა იქიდან ამოდიოდა ხალხი და აქ ლოცვებს დაკავშირებული იყო ეს. თან მეორე კიდე ეს იქნებოდა ორი ლორე, სავარაუდოდ სათვალთვალო კოშკიც იქნებოდა, აქედან სიგნალს იქეთ და იქიდან ქვემოთ უკვე ციხე ჩანს. რა მაგარია. ხო და ეს მეხუთე საუკუნის ნაეკლესვარი გვაქვს ჩვენს ტერიტორიაზე. მაგარია. იქიდან იქნებოდა შემოსასვლელი. რა ტიპის ეკლესია ტაძარი იყო, არ ვიცი.
ახლა ეს მაშინ სამნავიანი, ორნავიანი. კი, ქრისტიანული ადგილი ამ ტერიტორიას ერქვა იმ დროს თურმე ნარცარტი და ამ ტერიტორიაზე შეეძლო შემოსვლა არაქრისტიან ხალხს შეეძლო მოსვლა და აქ ელოცა. იქ ახლა როგორც არა, ყველა შეუძლია შევიდეს, ისი არა. იქეთ უკვე ვეღარ გადავიდოდა და იქ უკვე ქრისტიანებს შეეძლო რომ ელოცა. თურმე ეს შემოსასვლელი, ეს შემოსასვლელი თითქოს ისე ჩანს რომ მერე საუკუნეებში მიდგმულია ეს. ხო. მოფიქრებული ეს ხისგანაა გაკეთებული. ეს რა არის? ეს ალბათ წყალი რომ დავკალეთ. კებით. კები. იმ აკვანში ვარ მე გაზდილი ჯერ ჩემი ძმა და მე. აი გირკიტია. ესეთი აკვანი. აუ გიზდები აკვანი. ნანახი გაქვს პროცესი როგორ ბავშვი წვა და რამე სურათში მაგსადმე და გაჩვენებ. გაკოჭილი. მთელი ღამე დედა ღამეში არ დგებოდა. ისე რომ ჩაგაწვენდა ლამაზად დილამდის შით ბანკა იდგმებოდა გაჩვენებ ახლა. იმ ბანკას რა ერქვა? ბიჭი იყო. არ ვიცი მე მგონი ხავროზა. გოგოსიც სხვანაირად გაჩვენებ ახლა. გოგოსასაც გაჩვენებ და ბიჭისასაც როგორი იყო. ეს თქვენამდე სხვების გაიზარდნენ ამ ჩემი შვილებიც დაჟე და როცა პამპერსი გამოვიდა всё უკვე აღარ იყო საინტერესო თორემ ისე ჩემი შვილები და შვილი მყავს მე-7 კლასშია. ვთქვათ ისე კინო მიყურებთ მე. გოგოსი ეს ბიჭისა. აქ შვაში შეიდგმოდა ლიტრიანი ბანკა. და ვასაც ადგებოდა მშობელი. ხო და ეს ისე ის იყო რომ არტაშანს ეძახდნენ, ამას ისე გადააკრავდნენ ფეხებზე, რომ არ უნდა ის იყო და სწორედ, აი ჩემი ბიძაშვილი ახლა დიდი გოგოა, ჩემი ბიძაშვილია დიდი გოგოა, ლაპარაკობდა და ხელი ჩამიკარით ისე არ ძინავდა ისე. რომ გაიზარდა ეს ბოლო გამოხსნეს და იქ დაუმაგრეს და გაუგზელეს, არა მოდიოდა აკლიდა. ისე სიამოვნებდა. ახლა რომ ბავშვობაში მიეჩვევი, მე უკვე სიამოვნებს და მე რა იცი? ვახილია რო არ ეს არის ძალიან მაგარი ვიტამინები აქვს. გულისთვის არის ძალიან კარგი, მაგრამ მჟავია ცოტა. და როცა რომ გავწკნი, შითა ლიბანიც უნდა გავწკნა რომ სქელიკანი აქვს. მანდარინი, ლიმონი, ციტრუსი ხო ზოგადად? კი, ვაშინგტონი, ხურმა. ხალით გეკნება თქვენ. მსხლები აგერეს დიდი, მსხლები აიგერ მსხალებს, მსხლები ბევრი გვაქვს, მაგრამ რა არ არის. მოკლედ პატარა სამოთხე გაქვთ თქვენ. ეს აგერ ავოკადო გვაქვს. ავოკადო, ეს ბარბარისია. ხო, ეს არა ქვია. შინდი აგერ პატარებია ჯერ. აქ ყველაფერი გვაქვს, როცა მოდიან. ძალიან ყოფიერი მიწა. ეს ავოკადო რამდენი ხანში გაიზარდა? ეს ავოკადო არის 4 წლის. და სადღაც 7-8 წელი უნდა რომ ნაყოფი მეიცეს. ხო, ეს მე გადაგ. ესა გრეიპფრუტი, ოღონდ ჯერ არ აქვს ნაყოფი. აჰა. ეს ცეთისხილი. ორში მოიცი? რა? ორშიმო. ორში. ორშიმო. აგია ორშიმო, აგერ ეს უკვე დაზიანებული იყო და არ მოუწყვიტე. ღვინის ქვევრიდან ამოსაღები ჭურჭა. ხო და ეგ არის და დაზიანებული ასე ბუნებრივად არის? ეს არა, როცა რომ დაკიდული იყო, ერტყმებოდა და გაფუჭდა და ეს ბუნებრივად მოდის, კი, აბა რა, იგე. აგერა. შიტმა. ორშიმო. ეს აჩვენეთ პირველად უნდა. ასეთი მე რომ ჯერ მძიმეა, მაგრამ როცა რომ გამოშრება, არის ის არა ქვია, ასეთი თხელი თავს მოჭრი, თესლები გამოცინო. გვინის ამოსაღებად. ყველაზე დიდი, ყველანაირად შეიძლება რომ გააკეთო. ყველაზე დიდი თურმე ყოფილა 6 ფუთიანი, 16 ლიტრიანი. 16 ლიტრიანი, ხო და მე ყოველ წელს აქ ბლომად მაქვს იქეთ რომ მივალთ გაჩვენეთ. ყოველ წელსაც გავამაგ. აი, თქვენ აუცილებლად ამასობაში სანამ კიდე გავაგზავნებთ დანარჩენ ვიდეოს. ეს რა არის ეს? მანდარინი გინდა მოკრი ფოთხელით? აბა, იცით ვინმე? თქვენ დაგვიწერეთ კომენტარებში. გემოტკბილია მანდარინი? არავინ არ ვიცი, თელ პატრონმაც არ იცის რა არის. გავსინჯოთ ისში დაყარე როგორც სასუქი ისე. ხედა.
შენ რასაკეთე? ეს ჩემი გიდია ეს არ არსებობს თუ დამინახა დილით ყოველთვის მე ვაძლევ კორმას ხო და ჩემს ერთად ცოლიც ერთად არ წავა ჩემს ერთად ყოველთვის ასე გიდობას გვიწევს და ხანდახან ვგრძალავ რომ სტუმრები იმას აქცევენ ყურადღებას მე იპარავს თელშოუს ხო? ასუფთავებს რამე დეიჭიროს აჰა თველში ცხართ უკვე ხო? მან ციტრუსები. ხო და საიდან როგორ რა მოზიდვანების იმ დროს ტექნიკა არაფერი მე რა გავაცელო. ყველანაირად თქვენს ეზოში როა. ეს ხო ღმერთის წალობაა. აბა რა, რავი ალბათ უფლის ძალა იყო რომ მე აქ მოვედი რომ იქ ბავშვმა არავით არის აქ მთელი აი კომუნისტური დროს ხალხსოქმები მიქონდა და უგზალე თავმჯდომარე მოვიდა რა დგინდა კვები იგერ მოგცემ იქეთ მიწებს და მიეციეს გაატანე ხალხსო ამ ტერიტორია ამ ქვებზე ხო ხო არ იცოდა ვინმე ახლა რომ ეს ნაეკლესვარი დასახლარი და ქვებს სარგებლობდა ხო და ცოტა სპორი იგიაგი მე იმან რომ წაიღო მე აღარ მოვიდა იმის შემდეგ ხალხმა ხო და იმით გადარჩა ეს არსებული ნაწილი ქვემოთ რომ შევალთ იქ გაჩვენებთ სურათებს რა იყო და რა არის ახლა და იმ პროცესი გათხრების პროცესი და იგინი ყველაფერი სურათებზე მახარებული ამაკარია აბა კაი სიწყნარია ნახე რამდენი რაღაცის შერწყმა ზღვის მთის ბუნების ფლორა ფაუნის ღვინის და პლუს სიცოცხლისა სიკვდილის საკადრო აჰა ბოლოს მაინც ყველა იყიდოს ბოლოს ის ადგილია რომელიც რომ ყოველთვის უნდა უყურო აქეთ უყურებ რასევა არ უნდა დაგავიწყდეს რომ სწორად იცოდე მე ეს რომ დასუფთავდა ეს ყველაზე კეთილი ხალხი რაც არ უნდა უთხარი არაფერს არ გეტყვია პასუხს არ გიყურებს პასტი აქეთაა რომ სიტყვას არ შეგაჩერეთ ის ყველაზე კარგი აქეთ ხმა ამოდის აი 13 ივლისი 14-ში მემართა ეს უკვე დამსამუშავებელია გაჭრი გამოცნებოსიო ამოიღებ ოშიმო ეს წელს გავაკეთეთ გათხრები და ამ გათხრების ანტიფაქტები რაებიც ინახა ამ ტერიტორიაზე თიხის ჭურჭელი ძველი ასეთი შევეხოთ რა მეხუთე საუკუნის არტეფაქტებს რაღაცები არის ეს ეკლესიაში ხომ პატარა თასებია ხო ქვემოთ მაქვს სასანთლე თიხის სასანთლები პატარა ერთი ცალი ვნახოთ ესეთი ყველა ფორმები მინდა პატარა მუზეუმი გავაკეთო ხო და ისეთ თუ გააკეთებო რომელიც დახურული იქნება ხელით არ შეეხება იქ ანტიფაქტები წაღებია იქ სურათები მასაც მოიტანე ხო ნახე დუღს ასრულებს უკვე ხლათა რაღაც ნახევარი წლით დავხურავთ მალე და ესე მორევა უნდა ხომ ხო უნდა მორევა უცილებლად ნუ როცა მიდის აქტიური დუღილი ყოველ 3 საათში რომ იქ ტემპერატურა წამოწევლია და ჭაჭარო არ დაიცვას ყოველ 3 საათში უნდა რომ ღამეშიც ყოველ 3 საათში უნდა რომ ჭაჭა თუ დაიცვა მე უკვე ჩაურევ და უკვე გემოსიცვლის ეხლა უკვე დღეში 3 ყოფნის ყველა ჭაჭარო წავა აქვე შევდივართ იბუმი ჭაჭასფრი ეს არის სადეგუსტაციო ოთახი აუ რა ხე ჭაჭის გამოხდა საფრთხება ესე ჩემი გაკეთებულია რა თქმა უნდა ყველაფერი ჩვენი ისია გაკეთებული პირდაპირ არ იქცევა პირდაპირ გავუშვებ როგორ აგერ გავუშვებ კრანს ეს წავა ქვემოთ ახალს ჭარს მიგავთ თუ სპეციალური სპეციალურისა ეს გამიშვია უკვე ცოტა დარჩენილი ვაუ ჩაიცლებას
აქ 7 მეტრო ტრუბაა ჩახრეული მასივალში და ცივი გამოდის, რამდენი გინდა მოუმატე, ტემპერატურა აქ მოდის იდეალურად. გრადუსი რამდენია? ახლა რა არის გრადუსთან შეგარებით? პირველად რო გამოხდი, გამოდის 40 გრადუსი. მეორედ რო გადაატრიალებ, უკვე ადის 50-60 გრადუსიანი. მე ვატრიალებ მესამეჯერ. და გამოდის მესამეჯელი ცი როგორ ტრიალდება? ახლა მე ამას ყველას ვეუბნები, მესამეჯერ უკვე 70 გრადუსიანს რომ გადააბრუნებ, აორთქლდება და ფუჭდება. და პირდაპირ არ ვასხა. ეს კვაბი არის 300 ლიტრიანი. შიგლედაც. ავტორიტოთ. ახლა გავსინჯოთ. კისი მარტო. ეს უკვე ქვევრში იყო. თითქმის 1 წელიწად ნახევარი გამოდის ქვევრში. აქეთ მოდი. თქვენ არს ვანთ გოგოებო? ეს მძღოლია. ეს ეპარები. რა პატარები. ჩემი შვილი არის მესამე კლასში. მის გარეშე დეგუსტაციას ვეღებთ. არა, ეპარებიან თქო, ეს ჩვევია, ჩვევი. და მე საერთოდ არ აქ ხამფენ. არა. აბა ეხლა ნახოთ. ეს სახლის ყველია, დააგემოვნეთ. ეს სახლის არის? რა უცნაური ქისია. რასაკეთებ ამასიც რამე კრეატივი აქვს? ეს ქვევრის გამო აქვს ესეთი რაღაცნაირი გემა? ეს ინტერესოვანია. ხო და მოვედით ახლა საღამოს გასატარებლად და თქვენს გაგიზიარებთ ამ ადგილს, იმიტომ რომ აუცილებლად ფიქრობ, რომ თუ გინდათ რაც ამე ნიშურ ადგილს საყვიდეთ, უნდა მოხვიდეთ აუცილებლად ნიშაში. ესე ქვია ამ ადგილს, ალბათ ვიღაცებმა იცით კიდეც და თუ არ იცით ახლა გაჩვენებ. ხო და აქ არის, ეს არის რა ქუჩაა? ჯორდანიას ქუჩა 39 ნომერში. და ეხლა უნდა ვისაუბროთ და მივდივართ აჭარაში თუ სად მივდივართ ხო ზემო აჭარაში ხო რა ვიცი მაგას შევისწავლეთ იქ და იქ უკვე საწავად როგორ ნახავთ რას ნახავთ მაგას ყველაფერს ნახავთ თქვენ გაგზავნეთ ჩვეულებრივად ყურება მოგესალმებით მეგობრებო ჩვენ ვყოფებით ქალაქ ბათუმში ულამაზეს ქალაქში დამეთანხმებია ჩემი მეგობრებიც და აქ ვართ იმისათვის რომ უნდა წავიდეთ სამგზავრო ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში იმისათვის რომ ვინახოთ ულამაზესი ჩანჩქერები თან არა ერთი 4 ჩანჩქერი ასევე უნდა დავათვალიეროთ სხვადასხვა 4 ჩანჩქერი ტურისტული ადგილმდებარეობები ლოკაციები უნდა მოვინახულოთ გავიცოთ უნდა იქ ადგილობრივი მოსახლეობა რომელიც გამოირჩევა თავისი სტუმართმასპინძლობით თავისი ყურადღებით და სიტყვით ასევე ჩვენი გაჩვენებთ როგორი ენერგეტიკას უძღვებთ და პირველად გამოსწია ჩვენი მეგობრები ჩანჩქერების სილამაზეს პირველად იხილავენ ამ ყველაფერს ნახოთ როგორი მოგზაურობა გამოგვივა იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად გამოწვევით საინტერესო
გამოვყევით ახლა აჭარის ზემო აჭარის გზას, კერძოდ ეხლა ვართ ჩვენ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში. ჩვენ უკვე ასე ვთქვათ, პირველი ნიშნული შეხვდა, რომელსაც აწერია სიყვარულის ხიდი. 2.5 კილომეტრში უკვე ჩვენ უკვე შევხვდებით სიყვარულის ხიდს, სადაც მოვისმენთ ლეგენდას, ცოცხალ ლეგენდას, ნამდვილ ლეგენდას ელიასა და ლილეს სიყვარულის შესახებ. იქ გველოდება სიყვარულის ამბები. აბა რა, ჩვენ ამის გარეშე არ შეგვიძლია გურიაში ვიყავით, ოსო სიყვარულები და ის იყო ხიდები და ყველაფერი და აგერ ეხლა ჩვენ გავივლით რამოდენ ერთ სადღაც 1 კილომეტრს და უკვე შევართ ტყეში. იქ დაიწყება უკვე რთული, ასე ვთქვათ, მონაკვეთი, გზის off-road-ი, ასე ვთქვათ და ნახოთ როგორი იქნება, როგორ მოეწონებათ ჩვენს მეგობრებს. გამოგყვევით, ამიტომ არ გამოტოვოთ არც ერთი წამი, იმიტომ რომ თავგადასავლებით სავსე წუთები ამის შემდეგ იწყება. ზოგადად გარემო ნინუცა ისეთია, რომ სიყვარული მოგინდება ადამიანთან. ბუნებას ისე ეს ველური ბუნება რა, აი ეს ყველაფერი კი ახლა ზამთრის პირველი კვირა. მაგრამ ეს ამინდიც მოუხდა. ეს ამინდიც უხდება სხვათა შორის. ცოტა ისეთ სიყვარულის ისტორიას მოვისმენთ, რომ სევდიანია რა. ხო და ეს ამინდიც შესაძლოა. მაგრამ რომანტიკული, რა თქმა უნდა. სევდიანი ისტორია. ხო იცი, თავგანწირვის გარეშე არ არსებობს და აი ამ თავგანწირვის ისტორიას მოვისმენთ, რომელმაც გადაარჩინა აი ეს სოფელი და აი ეს ბუნება შეგვინარჩუნა. წავედით მოკლედ. შენ გაიცანი ადამიანებს? მე იოსებ მიქელაძე ვარ, ამ სოფლის მკვიდრი. აქ გადმოვედი 6 წლის წინ საცხოვრებლად, ისე ქალაქ ბათუმში დავიბადე და გავიზარდე. განათლების მიღების შემდეგ გადავწყვიტე რომ მეთქი ჩემს სოფელს მოვახმარ ჩემს ცოდნას და განათლებას და თქვენ თვითონაც დარწმუნდებით. აი შემოგვიერთდა უკვე. იოსები ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, როგორც აი ეს გოგოები და უნდა გამოიწეროთ აუცილებლად ამათი. ბათუმი! ახლა აი მოვისმინეთ პირველად ვამბობ ამ სიტყვებს კამერის წინაშე. გამოიწერეთ ეს არხი და მოდი არ მიღალატოთ და ეს პირველი მოთხოვნა და ეს პირველი თხოვნა შემისურვებთ და ერთი 10,000 ლაიქი და ერთი 50,000 გამომწერით ჩემს სახელზე ამ გოგონებს ვაჩუქოთ. 50,000-ია. მაგრამ რაღაცა მგონია რომ ბათუმი შეძლებს ამას. რა და ზოგადად აჭარა. ჩემო ბათუმლებო, ჩემო ქედელლებო, ჩემო აჭარლებო, მოგიწოდებთ ყველას რომ გამოიწეროთ ეს არხი. აბა ვაჩვენოთ გოგონებს როგორი მხარდაჭერა შეგვიძლია. აჭარა შეუძლია ნამდვილად. ნამდვილად შეუძლია. აბა წავედით გავაგზავნოთ ახლა. შევესიეთ ახლა ეს აჭარას. გაკვეცანი შენი მიწა გვერდზე მყოფი ადამიანი ატირცემული ეს არის საბრი მიქელაძე. საბრი მიქელაძე არის უმაგრესი ადამიანი. ადამიანი, რომელმაც თავის დედმამიშვილებში ერთადერთმა გადაწყვიტა რომ ეცხოვრა სოფელში. მისი დამსახურებით ჩვენ გვარმა შევინარჩუნეთ ის ტერიტორიები, როგორც რასაც ეწოდება ჩვენი სამოსახლო ადგილები. საბრის მადლობელი ვარ დღესდღეობისინ და ასე ვარ აუქლა სოფელში დავიბადე, გავიზარდე, სოფელი მიყვარს და ასეა ცხოვრება მეიტანა. კარგი, ამაზე კარგად გილასად იცხოვრებთ. ჩვენ აგერ ჩამოსულებს უშუალოდ თქვენი. ჩანჩქერთან. ხო. ჩანჩქერთან ჩვენი ჩანჩქერი ჩამოდის და ამიცი, აი ჩანჩქერებია, ბუნება მოგეწონებიან. გავჩერდით, აი აქ ვარ გავჩერებული ყავი, არ შემეძოლო და არ შეგვეძო და რა ადგილია ხალხო, რა ადგილები გვაქვს? თაკო.
რატო არ ხარ აქ? სასილამაზეა. ბუნება. ეს არის ხელით გაკეთებული. ხიდი, ხის და რომელიც მე როგორ შეალაგა? ანუ შეგიძლია აქ ჩამოჭდე. სველია, გასველდე. განძლეა. ის არის, შეგიძლია აქ ჩამოჭდე. ჩვენი ოპერატორი თუ არ გადავარდება, კაი იქნება. და აქედან დაატკბი ამ ყველაფრით. აი ნახენის ცხოვრება ბევრად უფრო სხვანაირი იქნება. აზრიანი იქნება და დაწყარებული და ის ენერგეტიკა რა, რასაც ახლა ჩვენ გზნობთ რა, შეიძლება მაყურებელმა ასე რომ თქვა კადრებით ვერ აღიქვას და ამიტომ მოგიწოდებთ რომ ასე რომ თქვა იმოგზაუროთ ჩვენთან ერთად და ამოხვიდეთ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში და მოინახულოთ ჩანჩქერები. აბა ეს ამინდი ამ ყველაფერს ზაფხულში კიდე სხვა ეფექტი ექნება და რა თქმა უნდა ზაფხულში ძალიან აქ რო ჩაწყალავდები და ჩაწყევები და არ გადავარ. აი ხა როგორც იოსები აპირე. შეგიძლია მოხვიდე და ჩაწყეთ, გაგრუნდეთ. აი საწყა. ანუ ბუნებრივი აფაზანებია. ბუნებრივი ჯაკუზებია რა. ვე მიუახლოვდებით სულ რამოდენიმე მეტრში სიყვარულის ხიდს და თვითონ კაფე ლაგუნა ბზანას. აქედან იწყება დიდებული მოგზაურობა. აი ნახეთ რა სილამაზეა. საქართველოს დროშით შევეგებეთ. მოვედით. როგორც მიხვდით, სიყვარულის ხიდი, ესე ქვია ამ დავარქვით აი ამ ხიდს. გამომდინარე ლეგენდის თანახმად, აი ამ სოფელში, როგორც ჩვენმა ბაბუამ, ჩემს უფროს ძმას მოუყვა, აი ამ სოფელში იყო სულ ტყეებით და ჩანჩქერებით დაფარული ბუნება. აქ ცხოვრობდა ერთი მწყემსი ბიჭი ელია და მორცხვი გოგო ლილე, რომლებიც ერთმანეთს ზუსტად აი ამ ადგილას ხვდებოდნენ. დიახ, აი წარმოდგენილი არის ელია და ლილე, ვიზუალიზაციაა გაკეთებული. აქ ხვდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ მოგეხსენებათ სოფელში გამჟღავნებული სიყვარული ძალიან იშვიათია და ისინიც მალულად ერთმანეთს სიყვარულს უზიარებდნენ. ერთხელაც როგორც ლეგენდა გვიამბობს, ეს სოფელი, ასე რომ ვთქვათ, ამ სოფელში მდინარე ბზანა ადიდდა, აი ამ მდინარეს ბზანა ქვია. როცა ადიდდა, უხუცესებმა თქვეს, რომ მდინარე და ბუნება ჩვენზე განაწყენებულია და საჭირო იყო მსხვერპლი. ეს ამბავი, როდესაც გაიგეს ელიამ და ლილემ, იქიდან გამომდინარე, რომ ასე რომ ვთქვათ, სიყვარული გააჩნდათ და მათი ერთ სიყვარულის, ასე რომ ვთქვათ, მარადისობაში, მარადიულობის შეძენა სურდათ ამ სიყვარულის, ნაბიჯი გადადგეს მდინარისაკენ. მეორე დღეს კი, როდესაც მდინარე დამშვიდდა, მდინარის შუაგულში ამოწურილი დახვდათ დიდი ქვის გული, რომელიც ახლა რომ კარს გავაღებთ, იქვე დაგვხვდება. რომელიც არის სურვილების ამსრულებელი. აი სიმბოლურად ყველაფერი ასე ვთქვათ სიყვარულითაა გაკეთებული. აი ეს ბოქლომის ასე სიყვარულის ობძანით. კეთილი იყოს ჩვენი ფეხი, კეთილი. ვა, ნახე ხიდი. ეს ხიდი მე და ჩემს მამავაშენეთ, გავაკეთეთ. ძალიან საინტერესო იყო ამის გაკეთების პროცესი. თვითონ გამოყენებულია წაბლის ფიცრები. ასე რომ ვთქვათ, ჩემი დაჭიდილია, ბაბუა ჩემი ხელოსანი იყო და სულ მქონდა სურვილი, რომ ასე რომ ვთქვათ, რაღაცა ისეთი გამეკეთებინა, რომ კი, ეს ხიდი ჩემი ხელითაა გაკეთებული. აი ეს ლეგენდის თანახმად ქვის გული, რომელიც ეს არის სახელწოდება, ლაგუნა ბზანა ქვია ამ ადგილს. და იოსებ ეს ააშენეთ თქვენი ხელით. ეს ავაშენეთ წელს, გაზაფხულზე დავიწყეთ მუშაობა, სამშენებლო სამუშაოები.
ჩვენ ყავდა ერთი გამოცდილი ადგილობრივი, ასე რომ ვთქვათ, ხელოსანი, ბატონი ემზარი მიქელაძე, ჩვენი მოგვარი, ჩვენი მონათესავე, რომელიც არის ხის, ასე რომ ვთქვათ, ოსტატი. კი, მისი დადგმულია ეს კონსტრუქცია. შემდგომ უკვე, როდესაც მან თავისი სამუშაოები დაასრულა, შეიფუთა ეს შენობა და თქვენს წინაშე როგორც არის წარმოდგენილი, აშენა ეს შენობა ბესო მიქელაძემ. ეს შენობა, ასე რომ ვთქვათ, გამოირჩევა თავისი არქიტექტურით, იმიტომ რომ ვეცადეთ, რომ ასე ვთქვათ, შესაბამისობაში ყოფილიყო ბუნებასთან. ხო, ერთი რამე მინდოდა ამოგნიშნა. აი ეს სახლის სახურავი, რაც არის, როგორც არის გადახურული, ეს ამ სახლის სახურავი, აი ამ ჩვენი პაჯერო იოთი ამოვიტანეთ, 6 მეტრიანი იყო და პაჯერო იოთი ამოვიტანეთ. ხანდა პაჯერო? პაჯერო იყო ძალიან ისეთი რაღაცა, კნუტივით იყო. ანუ ეს არის რა, მე თქვენში რაც აღმავთოვანა და დადებითი ემოციებით ამავსო არის ზუსტად ეს, რომ როგორც თქვენი მანქანა პატარა და მიზნისკენ მიდის და აუცილებლად მიდის, ისე ხარ თქვენ, იოქვია და იოსები გახლავთ. ხალხო, ეს არის ცოცხალი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოინდომო და თავარი ცხოვრებაში არის სურვილი და მე უკვე ყველაფერი შესაძლებელია. და ეს არის ცოცხალი მაგალითი ეს ადამიანი გახლავთ, რომელმაც მოინდომა და ამ რთულ პირობებში ეს ყველაფერი შეასრულა და ეს დამიჯერეთ ძალიან დიდი საქმეა და ძალიან ესე მარტივად მოდიხარ და ხედავ რა ლამაზია მოგწონს, მაგრამ ძალიან შრომატევადი, რთული და თითქმის ჩვეულებრივი ადამიანის მიუღწევადი. შენ შეძელი შენი იოსავით და იოს აჯობე ეს ყველაფერი დამსახურება არის მე მინდა აღვნიშნო რომ არაფერი არ არსებობს უფლის ნების გარეშე. უფლის ნება იყო ალბათ რომ ჩვენ მოგვეცა იმის შესაძლებლობა რომ აქ აგვეშენებინა მსგავსი შენობა. აქ რა თქმა უნდა მდინარის შუაგულში ამოწურილი დახვდათ ქვის გულიო, აი ეს ქვის გულია. ჩვენ ახლა სიყვარულზე ჩაფიქრება გვინდოდა და კი, აუცილებლად. სიყვარული კი მაქვს, მაგრამ აქ მოდიხარ, ხელს ატებ, იფიქრებ სურვილს და სიყვარულო სურვილებს ასრულებს მარტო თუ მე ვფიქრობ რომ როდესაც სურვილი არის კეთილი, ყველაფერი არის სიყვარულით, ასე ვთქვათ. ჩავიფიქროთ. ესე იგი, მოდით აკო. 50,000 გამომწერი ჩავიფიქრე. 14 მილიონი. 14 მილიონი? ოკეი. მაგრამ საწყისისთვის კაი იყოს, მაგრამ დიდზე ვფიქრობთ, რომ ესე ვფიქრობთ რა. აბა რა. ეს ქვის გული ნამდვილად ჩავიფიქრე. მეც ჩავიფიქრე. აგვისრულებ ქვის გულ ამოვალ და განემოში, მაგრამ შემოსასვლელი ეხლა ფოთლებია ძირში დაკლი და ჩვენ დავაგეთ ფილა იმის გამო რომ ადამიანებს კომფორტულად შეძლებოდათ ასე ვთქვათ აქ მოთავსება და აქ ასე ვთქვათ სუფრასთან თითო ჭიქა ასე ვთქვათ გვინით ერთმანეთის ემოციების გაზიარება. აქ წამობძანდით? ეხლა იქ აქ რა უნდა ვქნათ? აქ უნდა ეს არის ბოკლომები. გულის ფორმის ბოკლომები. რომელიც ასე ვთქვათ წარმოაჩენს იმ მარადიულობას სიყვარულის. აი აქ ვის სტუმრობს ისინი ასე ვთქვათ შეიძენენ ამ გულს და ჩამოკიდებენ ჩვენს ხიდზე, წაიღებენ გასაღებს და დარჩება ეს როგორც მათი მარადიული ასე ვთქვათ მარადიული სიყვარულის სიმბოლო. აქ არის აჭარის ტურიზმი, როდესაც გვესტუმრა 2020 ანუ წელს სეზონზე როდესაც გვესტუმრა. აქ არის სხვადასხვა ეს არის აჭარის ტელევიზიამ როდესაც გვესტუმრა აქ. და აქ არის როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები სტუმრობდნენ. მათი წარწერებით არის გაკეთებული და სხვადასხვა ასე რომ ვთქვათ სახელწოდებები. ეს არის ლაგუნა ბზანა. ლაგუნა ბზანა. იცოდეთ, ამოდით ესტუმროთ ამ ადგილს და მერე გაგვიზიარეთ რა შთაბეჭდილებები გექნებათ ამ ყველაფრის ნახვის შემდგომ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ასევე ის რომ ეს ყველაფერი აღჭურვილია, ეს კაფე არის, სადაც ეს არის კაფე, სადაც შეუძლიათ რომ ასე ვთქვათ დაისვენონ, მოისვენონ, აქვე არის ყველაფერი კომფორტი იმისათვის შექმნილი რომ ასე ვთქვათ დროს ასიამოვნოდ გაატაროთ. ეხლა მე ჩემს სტუმრებს გავუმასპინძლები. სოციალური ქსელები თუ გაქვთ? კი, სოციალური ქსელები გვაქვს. როგორ მოგძებნონ ადამიანები? Instagram-ზე, Facebook-ზე და ასევე TikTok-ზე შეგიძლიათ რომ ლაგუნა ბზანა, როგორც ქართულად ასევე ლათინურად რომ ჩაწეროთ და მოგძებნოთ. გამოგვიწეროთ ჩვენს განვიცდით ასე ვთქვათ გამომწერების ნაკლებობას და
იმედი მაქვს რომ თქვენი ეს ბათუმი, აჭარა, თბილისი, ერთად, იმერეთი, გურია რა. გავერთიანდეთ და რაც თავარია რა. ანუ მუეჭავენ და ხალხო, ქართველები ვართ, ყველა ვიღაც უცხოელებს რო ასაბსკრაიბე და გვასაბსკრაიბე და რაც თავარია აქ რო ამოხოთ, აი ამ ადამიანს, ამ ძალიან მაგარ ადამიანს გაიცნობ და ეს დამიჯერეთ რა უფრო მეტი სიმდიდრეა ვიდრე სხვა პენსიაში გავედი ყოსიბე ეს პენსიაში. სიბერი. კითხე რამდენი წლის იყავი ცოლი რომ მოიყვანეო? რამდენი წლის იყავი? რა ვიცი ამახსოვს ახლა. აი ახლა. აჩერდი თქვი რა. არ დაგიჭერენ, კაი თქვი. რამდენი წლის იყავი? ისე უთხარი არ გამოაქვეყნება. ვიყავი 13 წლის ახლა. არ იყავით. 20 წლამდე არ ვიყავი. იყავით. რას მეუბნები? რომლეა მე სიკო? ცოტა შემდეგ დიდია. ცოტა? 1 წლით. ადრე ესე იყო. ასე კი რამდენი წლის ბრძანდებით? 66. 66-ის? ახალგაზრდა ხართ ჯერ? ზალღონით სავს. კი. საბრი მაგარი კაცია. ყველას უყვარს სოფელში. ყველაზე ალალი ადამიანი. ეტყობა ხო? არიყვება, არაფერს არ ცუღლუტობს. შენი ვინ არის? ჩემი ბიძია. ბიძია. აი ესეთი კაი ხალხი, ბიძია. იოსები. ბიძაიშვილი შვილია ეს. ეხლა ვანთებს ცეცხლს. საბრი, მე სანამ ეს სამოთები. ოჩა აგიმარჯოთ. red საფერავი. brothers აბულაძე საფერავი 2018 წლის. მეგობარმა ილიამ მაჭახლიდა გამომიგზავნა ძველი აჭარული ჯიშის ცხენის ზუზუს სახელობის ღვინო. ამას ვცდილობთ რომ აჭარაში აღდგეს ჩვენი ადგილობრივი ენდემური ჯიშები და დავწუროთ მერე ღვინო. აი ეს არის უკან მისი. ეს ენდემური ჯიშია? კი, აჭარულია. ვაუ. მაგას ჩანჩქერები და რო ჩამოხვალ ეს რო ჩამოვალთ მერე, ხო ეს სანამ წავალთ. მერე კიდე გზაზეც რომ ჩავალთ, იქაც ხო საჭიროა? იქ დაახსენე, აბა მოდი დავაგემოვნოთ, გავხსნათ. ჭამის წინ ერთი ჭიქა საფერავი აუცილებელიაო. გამთავობის. მოჭახუნება ხო გინდა? არ მინდა იყო. მე რა კარგად ფუსფუსები. მიკროფონი ისადა. თან ესე გამოვთქილეს რომ ესე ვთქვი ძალიანო ასე ვთქვათ ბზნობიარე ღვინოა და აბა ჩვენს დავაგემოვნოთ და დამწურავის ასე ვთქვათ შევაფასოთ. აბა ნახოთ. როგორი ცხონელია აქ. აი ასე. აგემოვნება. დღე უნდა იწყებოდეს. მე მგონს არ მიაქციოთ ხოლოს. თან არადეკვატურად აწია. ვიციო წამოსული ხალხო უღრად ტყეში და როგორ ცივა თქვენ არ ვიცით. აი ჭკვიანი ადამიანი როგორ იცავს. იყინება ეხა მომეხუტა გაგათქო გინდა. ცეცხლს და ჩემ მე ვერ მშორდება ის. მე იცი რა რატო ჩავიცი ესე? რატო? გითხრა? რა, გაგვიფხილე. გამცემ ძალიან მაინტერესებს რა. ეხა ავდივართ ჩანჩქერებზე. 4 ჩანჩქერი უნდა? არა. აბა 4 ჩანჩქერი უნდა ვნახოთ. აა დაგახურდები? არა. დათვი რომ გამომგვეკიდება, მე მარტივად გავიქცე. მე რომ მიკაბინდას არა ვერ მიკაბენ. მე მარტივად გავიქცე. ეს დათვი რომ დავინახო ის ხეთ. ეს ამას რა ქვია? სინორი. სინორი. ეს არის აჭარული კერძი, სინორი. ხოდა ნახოთ აბა სინორი რა არის? რა კერძია? ჭამომშია. დავაგემო. ჭამოში და არ უყვარს. ის მომწვარი კარაკი და მოასხეს? კაი. ეს არის ბომბა, ანუ
ეგრევე ადგილს იბადე ფერჭამაზე. ჩანგლები? ჩანგლებია ტვარცა მომყი. ჩანგა მოდი. ჩანგა მიქედან ატვარცა. რაღაცა მავიწყდება რა სახშირო. რაღაცა მავიწყდება. ისე ჯერა კამერა იმისა დემონი. მოწიეთ ახლა. აჰა, შენ გულის თებში გასინჯე. გულის თებში და ახო. ხახო, ეს არის აჭარული კერძი, მეორე უკვე, რიგით მეორე. სახელად ბორანო. აუ ეს ყველია. ხო, ეს არის ყველი კარაქში. და პირველად უნდა გავსინჯო. და ღვინოს ხდება ძალიან. ნახოთ. მოდი საბნი. მე როგორ უკვე. აია. მომერა ჩაგალი. ეს ჯობია ბევრად. ბორანო ხო? ჩემთვის პირადად. მე გავაკეთე და იმიტომ ჯობია. ვაფშე სხვა რაღაცა. ჩიქებს გამოვავლებ ეს თვითონ. კარაქში მომზადებული არის და არ ვიცი რა კიდე რა არის. ფაკოს დეგუსტაცია ის საინტერესო ძალიან. მომწარია კარაქი არის გზელი. არა ეს. კაია. სალაშქროთ მიდის. სალაშქროთ მიდია. სალაშქრო. ლაშქარი ვიცი ღვინი ჭიქები და ღვინი. ჩვენი გვერდით. არ ვიცი სხვა უფრო კარგი ადგილიდან ამ ეტაპზე საიდან უნდა მეთხოვნა. აი ესეთ მაგარ ძალოცულ ადგილიდან სადაც მოედინება აი ამ ხა ჩანჩქერი და კიდე მიიყვება და არის აი ულამაზესი ადგილი. Subscribe-ით ხო და გაგიმარჯოთ ვინ გვიყურებთ. გაგიმარჯოთ. ესე იგი ახლა წავედით ხო? ესეც ასე. კონი დასასრულს მიუახლოვდა ჩვენი მოგზაურობა. ხო. მოვინახულეთ ულამაზესი ჩანჩქერი. ცოტა წვიმაც კი დაიწყო ახლა და ამის გამო ცოტა შეგვაფერხა რომ მეოთხე ჩანჩქერამდე გადავსულიყავით. მოვინახულეთ სიყვარულის ხიდი, კაფე ლაგუნა ბზანაში დავაგემოვნეთ სხვადასხვა აჭარული კერძები. მეტი რაღაცა უნდა გინდოდეს. ბზანის ქვის გულთან სურვილებით ჩავიფიქრეთ. ბუნებამაც სიყვარული აგვიქვა და მივეგზავრებით. სადა არის წვიმა და გვაცადა და ძალიან ხელი შევა. ახლა აი ამაზე ვგიჟდები. ეს არის ყველაზე გემრიელი ყავა, როცა ესეთ კრავწულ და ესეთ გარემოში სვავ აჭარულ ყავას. ავარიაში მოხდი? ასწაული ყავა.
გემრიელესი ყავა. ჩემთვის პირადად ყავა არის ეს თურქული, კი არა დაჭარული ბათუმური. აი ეს არის ყავა ნამდვილი. ამას ველოდებოდი მთელი დღე. ჰა? ჩემ მაქარში წავიდეთ. საოჯახო სასტუმრო გახლავთ აქუცა. ხო და ეხლა მინდა შეგიყვათ ერთ-ერთ ნომერში, იმიტომ რომ არის ძალიან გამორჩეული ხედით და რაღაცნაირი ესეთია რა, აი ბუნებაში რომ დაისვენო აქ. დამოდით. ესე შემოდიხარ. ხო, თავისი სველი წერტილია გაბაზანა და რაც მთავარია, დილით რო იღვიძებ. აი ეს და ეს ჩაკეტილია. და გამოდიხარ აი აქ. აი ხვით ახლა მიხარით აბა. იქ ხურმა. და ესეთი ხედით არის. ნუ არ ვიცი, ხა აქ რო გაიღუძებ, თაკო. მე პირადად ხო, და გავისვენო რამოდენიმე თე. არ არის ბათუმიდან შორს. აუ ძალიან მაგარია. და ამ ძალიან დიდი სხვაობა ჰაერში. ნახე როგორ არის გაკეთებული. ძალიან კარგი გზა იყო და ვფიქრობ აუცილებლად ძალიან მალე, ძალიან ბევრმა ადამიანმა ასევე უნდა ნახოს ეს ადგილი. ძალიან კარგი ადგილია მართლა და ძალიან კომფორტულია ოთახი. სამზარეულოც რო არის შიგნით. ყველაფერი პატარა ისეთი კომფორტული ოთახი, რომელსაც აქვს სასწაული ხედები რა. აი ეს არის view. ხო და ეგდან ის რო გაიღვიძებ. აი ესეთი იღვიძებ რა მაგარი და ყავაც გამახვალა. ნინო დავჭი. კარგად. აი, წავედით ახლა ზევით, გავისაუბროთ ამის მიყადებს. ხო, მართლა. აი, ყველანაირი შედეგს რომ მოუხდება რა. ესე იგი, მეგობრებო, მოხვდით სულ შემთხვევით, საოცარ ადგილზე. შემთხვევით გადავეყარეთ, ესე შემთხვევით ხდება ხოლმე ბევრი კარგი რაღაცა. შემთხვევით გადავეყარეთ ბატონ რაულ ცინცაძეს, რომელმაც გადაწყვიტა რომ მივეპატიჟებინოთ თავის საოჯახო სასტუმრო, ესე არის, ხო? საოჯახო სასტუმრო აქუცა. და აღმოაჩინეთ ესეთი საოცარი ადგილი, მოკლედ, ეხლა სადაც ვიმყოფებით და თქვენც ნახავთ კადრებში, როგორი ხედებით და კარგი ატმოსფერით გამოირჩევა, ესე ვთქვათ.
ბატონი რაული გავეცნოთ თანადამფუძნებელი ამ ყველაფრის. კარგით, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, YouTube მაყურებელს. გამომწერებს, გამოიწერეთ აუცილებლად გოგოების გვერდი. ძალიან საინტერესო კონტენტი აქვს. ერთხელ ინტერნეტში წავიკითხე ესეთი რამე, რომ დაახლოებით 3-4 წლის წინ, რომ როცა ახალგაზრდა ხარ ადამიანმა, არასდროს არ უნდა დაკარგო პეპლებზე სდევნაში დრო. უნდა შექმნა ბაღი და თავად მოვლენ პეპლები. ეს რო წავიკითხე, ძალიან დამაინტერესა ეგ ამბავი და ვიფიქრე, რა შეიძლება რეალიზაცია გამეკეთებინა და პირველ რიგში მშობლების ოჯახის ეს ისტორიული სახლი, როცა დაუბრუნდი აქით, პირველ რიგში დავიწყე მისი აღდგენა, რეაბილიტაცია. აი თქვენი ოჯახის ეს არის ხო? კი, ჩვენი ოჯახის 130 წელზე მეტი ხნის სახლია და საუკუნეზე მეტი. გაღმა იყო ტერიტორიაზე, შემდეგ გამოიტანეს და აქ მნიშვნელოვანი ნაწილი ის არის, რომ ეს არის სულ რაღაც შარშან დაწყებული პროექტი, რომელიც დავიწყეთ და წელს უკვე გაზაფხულიდან ძალიან ბევრი სტუმარი გვყავდა და რა თქმა უნდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სოფლად ტურიზმმა განვითარდეს და რაც იყო მიზეზი ის, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეს საშუალება და შესაძლებლობა სოფლად გავჩერდეთ. ერთადერთი გზა და გამოსავალი ამისი არის მოგეხსენებათ საქმიანობა. აი 6 საათზე რომ სამსახურს დაასრულებ, ადამიანს უნდა გქონდეს რამე, რითაც დაკავდები, რაც შენი ინტერესი იქნება. და სადმე წასვლას წამოსვლას მირჩენია, რომ თავად შევქმნა ისეთი ადგილი, ვინც ჩემთან მოვა და ძალიან კარგ დროს გაატარებს. აი ეს იყო მთავარი მიზეზი და მიზეზი იმის არის, გამოც თქვენ აქ ხართ. ასევე ამ თემას შევეხეთ, ზოგადად ტურიზმი როგორ არის? აქეთ ხარ ხო არის ის თქვენ შემთხვევაში, მაგრამ კი, როგორ არის? ეხლა ჩვენ რადგან ჩართული ვართ ამ პროცესში, ქედა გახდა, ესე ვთქვათ, ტურისტული მუნიციპალიტეტი, ქედან გამომდინარე, რომ როგორც ჩვენ ინტერნეტში ვხვდებით და სხვადასხვა მონაცემებს ვეცნობით, 9 მილიონზე მეტი სტუმარი შემოდის ქედის მუნიციპალიტეტში, რას აძლევს შესაძლებლობას ადგილობრივ წლიური ალბათ წელიწადში. კი, ისეთი პატარა მუნიციპალიტეტისთვის როგორიც ქედა, საკმაოდ დიდი ზამთარ-ზაფხულ ტურისტების უარია. კი, ქედა გახდა 4 სეზონის, ასე ვთქვათ, ჯაუშნების ადგილი. წინა წელს მაგალითად 3 თვიდან დაახლოებით 12-ნახევარზე მეტი სრული ჯაუშანი იყო, რადგანაც რო ვხტები ახლა ვინცაც სასტუმრო აქ კოტეჯი აქვს, იგენისგანაც ეს მესმის და ეს ძალიან საინტერესოა. სეგმენტი რა არის, ქართველები თუ უცხოელები? მე პირადად ძირითადად ქართველები მყავს, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა. აი ხო, და უცნაურია სულ. ძალიან ხო. კი, აი ძალიან და ისეთი შერეული ქვეყნებიდან ჩამოდიან რა, ერთი ქვეყნიდან იყვნენ და რაღაცა არა რა, რა ვიცი, მოდიან აქ არაბეთიდან, ყაზახეთიდან, ესტონეთიდან, ლიტვა, ლატვა, რა ვიცი, უკრაინა, ბელარუსი, რა ვიცი, ძალიან შერეული თურქეთიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თვითონ ამ პერიოდში ვისწავლეთ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებთან ურთიერთობის ამბავი და იქ კვება, მასპინძლობა, ამის გამოცდილება მივიღეთ, რაც რა თქმა უნდა ჩვენ შეფასებებზე სოციალურ ქსელებში აისახება დადებითად. აისახება სოციალურ ქსელში და ქვეყნის განვითარება. სადაც ტურიზმი არის განვითარებული, იქ ქვეყნის წინსვლა არის ნაბიჯ და ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგჯერ ქედა ცნობილია რაღაც ხიდი, ჩანჩქერი რაღაცა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენი ნიშა არის აუცილებლად ჩვენი ქართული და ქედის ფოლკლორი, უნიკალური ფოლკლორი გვაქვს, მერისის ხეობა არის ულამაზესი თავისი ფოლკლორით, ასევე ძალიან არ არის ნაცნობი ეს ჩვენი მთები, იგივე მერისის ხეობის დანდალოს მთები, რომელიც არის უნიკალური გარემო იქაც და პირველად მოხდა შარშან და წელს, რომ იქ უკვე ტურისტები ავიდნენ ზღვის დონიდან 2000 მეტრზე და ღამე გაათიეს და მიიღეს მომსახურება. აი ესეც მიიღეს მომსახურება. კი, აი თავარი ის არის, რომ 2000 მეტრზე შეიძლება აღწიოს სერვისებმა და მომსახურებამ. ეს მნიშვნელოვანი. გზად განვითარება არის მარტივი, იმიტომ რომ ქვეყანა როცა ვითარდება, გოდერძი გვაქვს და ხო, აი მაგ კითხვა მინდა და გოდერძისთან უწყო ხელი ისე გოდერძი. აი გოდერძი 3 წელია, 4 წელია რაც ესე ვთქვათ დაიქოქა და რაღაც პროცესში მეიდანო დაიყო ადგილი, სადაც ჩემს სახლშიც იყო, ისე გავხდით 11 წლისა, რომ სამჯერ ნამყოფი არ ვიყავი. ანუ გაგიკვირდებათ. ეხლა ეს იყო ოთახი, რომელიც იყო სტუმრისთვის.
სადაც თეთრეული ოჯახში არის ადგილი. მუდმივად უნდა ყოფილიყო მზად. რომ ჩვენ ხო ბავშვები რო შევიდოდით იქ ხო ყველაფერს მეიდანოდა. ჩვენ ხო ბავშვები ყველაფერს იქ ავფუშავდით და გავაფუჭებდით და ესე სულ რაღაცა რომ არ შეხვიდეთ სტუმარი. მე ისე განვითარდა ამ ტრადიცია. ანუ ხა რა მნიშვნელობა აქვს სტუმარს მასპინძლობას? აი ეს არის იდეალური. იყო ესე იგი სტუმარი, ახლა მუდმივად ძალიან ხშირი, იმიტომ რომ ეს არის იდეაში აბრეშუმის გზა, აქედან ხდებოდა თურქეთის დაკავშირება და აღმოსავლეთ საქართველოსთან, ეს იყო მდინარისპირი, ჭოროხის ხეობის მხარე აქეთ და აჭარისწყლის მხარე, ამიტომ სტრატეგიული ვაჭრობისთვის სულ გამოიყენებდნენ. შემდეგ ისე განვითარდა ეს მეიდანოდის ტრადიცია, რომ ზოგჯერ იყო სიტუაცია, რომ სტუმარი მოდიოდა და ეს იყო აბსოლუტურად უფასო, სტუმარი რომ მოდიოდა, ახლა ისეთი თემა იყო ზოგჯერ, რომ კაცი რო სახში არ იყო და რაღაცა ქალები მაინც ტრადიციულად არღებულობდნენ რაღაცა მაინც ეხა კი მაგრამ მაინც ერიდებოდნენ და არის ოჯახები ზუნდაგაში მაგალითად რაც ვიცით ჩვენ რომ ეს მეიდანოდა კაცმა ადგა და აგერ როგორც ნალია გვაქვს ჩვენ ცოტა მოშორებით ისე ააშენა იქ იყო დოქი ღვინო პური ყველი ყველაფერი და სტუმარი ისე მოდიოდა და მიდიოდა რომ მასპინძელი ვერც კი ხედავდა მას ეს არის სოფლიო ისტორიაში შესაძლებელია ტურიზმს ესეთი მაგალითი არ ქონდეს. მართლა არ აქვს, იმიტომ აი ხალხო ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცას ამბობს, იმიტომ რომ არის ქვეყნები შვეიცარია მაგალითად, სადაც ჯიხურები, პატარა რაღაც კიოსკური რაღაც პატარები და სადაც შეგიძლიათ ფული დატოვა და ეს არის პიკი სტუმარებმა რაღაცის და ამას ჩვენ 2-3 საუკუნის წინ ვაკეთებდით და ეს არის უნივერსალური სასყიდლად სტუმარს უმასპინძლებოდა. დიახ და ამიტომ ამბობს რომ ჩვენთვის ტურიზმი მარტივია. ასე ვთქვათ, არატრადიციული არ არის ამ საქმიანობას ჩვენ საუკუნეებია ვეწევით, უბრალოდ ეხლა გახდა შემოსავლის წყარო და მთავარი ის არის რომ ის ტრადიცია და კულტურა და ადათ-წესი არ დავკარგოთ ამ ყველაფერთან ერთად და ჩვენ ქვეყანა არ გავაქციოთ ფულის საკეთებელ ადგილად რა ჩვენთვის იდეალური არის, როდესაც ადამიანი რაშიც ფულს იხდის, იმის შესაბამისი სერვისი მიიღოს. არც მეტი, არც ნაკლები. კი, ეხლა მით უმეტეს ვერაფრით ვერ აი უცხოელ ტურის სეგმენტს რო შევეხოთ, რა ვერ გააკვირვებ რაღაცა ვერც ბუნებით, ვერც ერთ-ერთი რითი შეგვიძლია რომ გავაკვირვოთ არის ეს. ჩვენი იდენტობის დამახასიათებელი სტუმართ მასპინძლობა, აი ეს სითფო, ეს სოციალიზმი რაც ჩვენ გვაქვს და ანუ ფესვებში მოგდის და განსაკუთრებით ქედაში მე მართლა გუწვავთ რომ ეს ძალიან კარგად ჩანს და გამოიხატება და ეხლა თქვენც აი რო თქვით ეს ყველაფერი აი რაღაცნაირად ხო აი ძალიან მესიამოვნო რომ ეს აი ამ ხალ აქცენტი ჩანს ან თქვენ რო არ თქვათ ეს ჩანს ისე არის ჩანს რომ მოვედით პირველად თქვენ სხვათა შორის და ვიძახდით აი მე და ნინუცა რომ აი ამდენი იმაში ვიყავით ხა ბევრში ძალიან არა მაგრამ ნუ აჭარაში გურიაში მაგრამ ხო აი მოგზაურობთ ამითი ვივსებთ მოგზაურობას აი ამ YouTube-ის საშუალებით და აი ესეთი სტუმარი მასპინძლობა ანუ არ მინდა ხა სხვა ყველგან ძალიან განვითარებული გვაქვს მაგრამ აი განსაკუთრებულად თითქოს ერთადერთი ხარ ისე ხვდებიან და ეს ალბათ ისტორიული გამოძახილის შედეგია იმიტომ რომ ჩვენ 300 წელი ასე ვთქვათ დიდი უღელი გვედგა იმ ადამიანების რომლებმაც ჩვენი ნების წინააღმდეგ დაიპყრეს ჩვენი ტერიტორიები. ბევრჯერ გვიმსჯელია ჩვენ სამეგობროში ამ თემასთან დაკავშირებით და ჩემეულ ერთ დასკვნამდე მივედი. ჩვენ განსაკუთრებით იმიტომ გვიყვარს სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, სხვებსაც ძალიან უყვართ. მე მჯერა და ვიცი მთელი საქართველოს სტუმართ მასპინძლობა და საოცარი ქვეყანა გვაქვს. მართლაც, მაგრამ ცოტა ჩვენებური პეცი იმაში გვაქვს, აჭარული პეცი, რომ ჩვენ სტუმარი მოგვენატრა. ამ 300 წლის განმავლობაში ხო აი სტუმარი მოგვენატრა მივხვდი და იმ მონატრებას რაც 300 წელი ჩვენ ვერ ვავლენდით ჩვენი მშობლები და ჩემი ბებიები და ბაბუები და ის ყველაფერი ისე იყო რომ რაღაცა სულ რაღაც ჩაკეტილი სიტუაცია იყო და მოგეხსენებათ ეხა კარგად და ჩვენ სტუმარი მოგვენატრა ამიტომ მოსულ სტუმარს ყველაფერს ვაძლევთ რაც გვაქვს და რაც გაგვაჩნია აი ეს ცოტა განასხვავებს რაღაცების ამბავია უფრო სტუმრის და ეს ეთყობა ყველგან და ყოველთვის მაგრამ ჩემი რჩევა ნებისმიერი სტუმარისთვის აი
დღეს იუთუბერი ყავდა პაკისტანიდან, მაგას ყვებოდი და ის მესაუბრებოდა, რომ თბილისშიო სხვა გარემოა, ისი ასეო და სად უნდა წავიდე, რომ საქართველოს ნახოო, ნამდვილიო რა და მთაში თქო რა, მთაში უნდა წახვიდე იმისთვის, რომ ნამდვილი საქართველო, ეხა ქედა არ ითვლება ისეთ მთად და მაღალმთიან, მაგრამ ის ისტორია, ტრადიცია, კულტურა, რაც არის ღირებულია, შემონახულია ჩვენთან და რაც მთავარია უფრთხილდებით. აი ტურიზმას სწორედ ეგეც კარგი იქნა, რომ დაგვანახა რამდენად ღირებულია ჩვენთვის. რა იტყვიან, რომ თვალი არის მიჩვეული, თვალი კი არ არის მიჩვეული, უბრალოდ ჩვენ საუკუნის განმავლობაში ამისთვის ვიბრძოდით, რომ ეს ყველაფერი შეგვენარჩუნებინა და შემდეგ ეს ყველაფერი ეხლა გვიფასდება, მივხვდით? ესეთ ქვეყანაში, რომ ამდენი სტუმარი შემოდის და ესეთი რაღაცა ხდება, ეს ყველაფერი ხდება, აი ჩათვალეთ, რომ ღვთის გან ბოძებული საჩუქარია, რომ ჩვენ ამდენი სტუმარი ვყავს. აი ღმერთი გვეუბნება, რომ შენ იჯექი სახში, აჩვენე შენი ისტორია, კულტურა, რელიგია, როგორც მშიერი მიიღე ისე და შეგიძლია ამით რაღაცა გააკეთო, ხო? ისე გვეუბნება უფალი, რომ აი იჯექი და საკუთარი სული და გული დაანახე სტუმარს და შენ შეჭამ და შესვამ და არ იქნები მშიერი. აი ეგ არის, რა ვიცი. და ბოლოსკენ რომ მივიდეთ. თქვენს აი აქ ამ სივრცეში თავიდან აღნიშნე, რომ ძალიან კარგი ადგილია, გარემო ყველაფერი. სტუმარს რას თავაზობთ გარდა ამ კარგისა კიდე აი ისეთ რამ განსხვავებას რას თავაზობთ? რა ვიცი, რატომ უნდა მოვიდნენ აქ? ბევრს ველაპარაკები და იმიტომ. ხო, ანუ საკმარისია სხვათა შორის. საქართველოს ზოგადად ქართლოსიდან მოუყვე ყველაფერი საქართველოს რუკაზე ზოგადად გაჩენიდან დღემდე თან მოყვება უფასო ისტორიული ლექციები. კი, და ყველა მაგას აღნიშნავს ჩემს კომენტარებს რო გადახედოთ, რომ აი ისეთ რაღაცებს იგებენ რა ჩემთან, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი. აი კი ბატონო. შეეხება ჩვენ რას თავაზობთ? თავაზობთ რა მშვიდ და სუფთა და კომფორტულ გარემოს, თავაზობთ ღვინო იქნება თუ რაც არის ადგილობრივი წარმოშობის, თავაზობთ ფოლკლორს, თავაზობთ კარგ მაგიდას, თავისი კარგი თამადით, ჩემი დაწყება. ხო, თქვენ თამადობთ, გამოვცადეთ. არ არის პრობლემა. თავაზობთ ამ ყველაფერს და თავაზობთ რას, რომ ეს გარემო არ არის რაღაცა ბევრს მოსულა და რაღაცა ქონია შეგრძნება, რომ რაღაცა სასტუმროში რომ მოხდები, რაღაც აპარტამენტის ტიპის, აი ესეთი კითხვა ქონია და ეგრევე მithქვია, რომ იცი რა შენ არ ხარ ხუთვარსკვლავიანს, შენ ხარ საოჯახო სასტუმროში, თავიდან აღწერած ბუკინგზე და სხვადასხვა დაჯავშნის პლატფორმებზე უწერია, რომ ეს არის საოჯახო სასტუმრო, არის თანაცხოვრება და ეს არ არის, რომ რაღაცა მე შენ შეიძლება შენ ფული არ გამოგართქო და არაფერი იმაში, რომ ჩემ ერთად ჭამე, ჩემი ღვინო დალია და შენ შეიძლება გამყვე და მაგალითად რაღაც ხე შემაგროვებინო, რომ დავანთოთ, აი ჩემი მთავარი პრინციპია და რის გამოც მე საოჯახო სასტუმრო გავაკეთე და კოტეჯიც ახლოს გავაკეთე, ის არის, რომ ოდესაც სამსახურს ვამთავრებ, მე მინდა რომ სოციალურად ამ ადამიანებთან შევიდე ურთიერთობაში, აქტივობაში, მათთან დაუჯდეთ, გავიზიარო მათი ისტორია, კულტურა და ტრადიცია, თორე იმ ფინანსურ რესურსს, რასაც ჩვენ საოჯახო სასტუმროს მოწყობაში კოტეჯის გავაკეთებდით, აი ამას რასაც უყურეთ, ნახევარი ტერიტორია ჩემი ოჯახისა. სხვაგან დაშორებით კოტეჯს და საერთოდ არ დავინახავდი ვინ შემოვა და ვინ გავიდა, ასევე ფინანსურადაც ისიც მომგებიანი იქნებოდა, მაგრამ საოჯახო სასტუმროს აი ზუსტად ეგ პეცი აქვს, რომ აი ძალიან ბევრი მეგობარი გამაჩენინა უამრავი ქვეყანაში და დღეს კავშირები გვაქვს და რაღაც საოცარი შეგრძნებაა. მე პირადად ზუსტად მესმის და ნინუსაც დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი მამოძრავებელი YouTube-შიც არ გვაქვს სხვა ინტერესები, რომ გავიცნოთ საინტერესო ადამიანები, ნახოთ ჩვენი საქართველო. აი ეს იყო პირველი ის. კი, აი შემდეგ ჯერზე იოსებთან ერთად შეგვიძლია წავიდეთ. ძალიან საინტერესო ადგილები გვაქვს ქედაში, ისტორიული, კულტურული, მყავს ძალიან საინტერესო ადამიანები, ოჯახები. აი ზუსტად ეგ გვინდა. მთები და ასე შემდეგ, არა YouTube-ზე, მაგრამ მეც პირადად მაქვს რაღაც ეგეთი კონტენტი, მსგავსი კონტენტი და დაახლოებით ვიცი რასაც ეძებთ და შეგვიძლია რომ უამრავი კარგი ძალიან დიდი მადლობა ჩავწეროთ. იმიტომ რომ ქედა არის და მაღალმთიანი აჭარა შესაძლებლობების, უდიდესი შესაძლებლობების
ადგილი. კი. მაგას ვამბობდი, ეხლა რომ ჩამოვდიოდით ლაგუნადან, მაგას ვიძახდი, რომ ისეთი შეგრძნება მაქვს, ეხლა ჩვენ დღეს უკვე მივდივართ აქედან და რომ ანუ ძალიან ცოტა ვნახეს თქო და უკმარისობის შეგრძნება მაქვს და არა, ერთ ვიდეოში ვიძახით მაგას ეხლა. ქედას და აჭარას შეუძლებელია. ჩვენ ახლა გუშინ ბათუმი და დღეს აქ ამოვედით. არა, შეუძლებელია ფაქტიურად. ხოჩქარეს მოუგვიანდესო, ეგეთი ჩავიქროლეთ. ჩაიქროლეთ, ხო, ეგეთი დაგჭირდა. მაგრამ დაბრუნდებით. აი კი, მოგძანდით, არ არის პრობლემა. იმას პინძლებთ და უფრო მეც მოუყვებით. აუცილებლად დავგეგმავთ. წარმატებებს გისურვებთ, ძალიან საინტერესო კონტენტი გაქვთ და მადლობა დიდი. აჭარა დიდია და აუცილებლად მეტი დრო დაყავით აქ. ხო, აუცილებლად და დავბრუნდებით აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა პირადად ჩვენგან ამ საუბრისთვის, იმიტომ რომ ძალიან ფასეულია, თქვენ უფრო კარგად იცით რამდენი ფასეულია და ხალხო ვინც გვიყურებთ, აი ამას ვცდილობთ, მარტო ჩვენთვის არა, თქვენთვისაც. ანუ ჩვენ რასაც ვუყურებთ, იმას უყურებთ თქვენს და ვცდილობთ ყველანაირად მთელი რესურსით, რაც კი გაგვაჩნია, მეცაც მოვინდომებთ. გაგვაჩნია, გიზიარებთ აი ამ ყველაფერს და სად შეიძლება ნახო, აი თქვენ ხო ვერ გაგიცნობდით ვერასდროს, ვერ გავიცნობდით იოსებს ვერასდროს და სხვა კიდე ძალიან ბევრ ადამიანს აი ამის გარეშე. ხო და თქვენ დააფასეთ ეს ყველაფერი და ასაბსკრაიბეთ, რომ მეტი და მეტი ადამიანები გავიცნოთ კარგი, საინტერესო ჩვენი ქართველები, რომლებიც აი ესე დამალულად არავინ ბევრმა არ იცის ვიწრო წრეში არის ესე ვთქვათ, გენიალური, უნიკალური ადამიანები და ადგილები, რაც თავარი. და დავამშვიდობებით, ძალიან დიდი მადლობა და კაცის მიღმა დავამშვიდობებით. წარმატებები და გამოიწერეთ გოგოების. მადლობა.